წესი უცვლელად ნარჩუნდებოდა 2001 წლიდან მოყოლებული. ვიდრე არ დადგა 2021 და ქართულმა ოცნებამ არ შეცვალა ეს წესი. ძალიან მკვეთრად ჩანს, რომ ეს ვითომ და რვა დამოუკიდებელი ადამიანი ძალიან გამოკვეთილად ემსახურება მმართველი პარტიის ინტერესებს. არავინ არ არის ჩახედული, რა პრინციპით ხდება მათი შერჩევა. ფაქტობრივად მთლიანად მოხდა აი ამ საარჩევნო ადმინისტრაციების მიტაცება, იმიტომ რომ აღარც ოპოზიციური პოზიცია გაქვს და ასევე აღარც გჭირდება მათი ხმები. პირველი ეს არის წინა საარჩევნო პერიოდი, როდესაც ხდება პირადობის მოწყობების ჩამორთმევა, როდესაც ხდება ადამიანების დაშინება, ხდება თქვათ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც არის უთოოდირის ანგარიში ახსნილი და მეორე ეს არის საარჩევნო ადმინისტრირება, ხო? ანუ თქვათ ის დღე, როდესაც ჟონგლიორობა სიებით, რაც არის რეგისტრაციის სიებით შესაძლებელია. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ეს წარსული გამოცდილება და ვიბრძოლოთ შესაბამისად. მოვემზადოთ შემდეგი არჩევნებისთვის. გამარჯობა, დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მიიტაცა არჩევნები ანტიქართულმა ოცნებამ და სტუმრად გვეყოლება იურისტი ლილი ბეგიაშვილი, რომელიც პირველი საარჩევნო კოდექსის ავტორია და შედიოდა იმ რეფორმების ჯგუფში, რომელიც წერდა საარჩევნო კოდექსს. ლილი, დიდი მადლობა მოსვლისთვის, დიდი მადლობა ასე ჩვენთვის ძალიან მტკივნეული თემის განხილვისთვის და თავიდან გაზიარებისთვის, იმიტომ რომ შენთვის მე ვიცი ეს იყო ძალიან სერიოზული უზარმაზარი სამუშაოს ჩატარების, ვთქვათ, შესაძლებლობა და ასევე ძალიან მტკივნეულია შენთვის, როგორც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქისთვის და მე მინდა ჩვენი საუბარი დავიწყო ეუთო საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ არის ჩაწერილი, სულ რამოდენიმე დღის წინ მიიღეს ეს რეზოლუცია ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა, რომ არ აღიაროთ ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც არ შეფასდება როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. როგორ მიიტაცა ანტიქართულმა ოცნებამ არჩევნები? ხო, მიიტაცა სისტემურად, დროში გაწელილად და მარტივად რომ ვთქვათ, რომ წარმოვიდგინოთ ესეთი ფაზლი, რომელსაც ძალიან ბევრი ფრაგმენტი აქვს, მაგრამ მაყურებლისთვის ამ ფაზლის ფრაგმენტები რიგრიგობით ერთმანეთისაგან დაცილებულად ტრიალდება, ისე რომ გარე დამკვირვებელი თვალისთვის არ იყოს შესამჩნევი საბოლოოდ რა სურათი უნდა გაიხსნას. აი ზუსტად ამ პრინციპით არის მიტაცებული სამწუხაროდ ეს არჩევნები და უნდა ითქვას მას შემდეგ, რაც უკვე ურემი გადაბრუნდა და უკვე შესაძლებელი გახდა იმ სქემების გაშიფრვა, ხო? და ჩაძრომა დეტალებში თუ რას აკეთებდა 2024 საპარლამენტო არჩევნებზე, ძალიან კარგად გამოჩნდა სურათი სინამდვილეში, როდის დაიწყო და გაყალბება ქართულმა ოცნებმა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, როდესაც მიიღო პირველი ცვლილება, პირველი იმ პერიოდისთვის, რაც დასრულებული იყო უკვე 2020 საპარლამენტო არჩევნები. 2021 წლის ივნისში მიიღო ასეთი ცვლილება, რომ პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს არ შეუძლიათ გახდნენ რეგისტრატორები. ანუ ეს ერთი შეხედვით იყო ძალიან ესეთი ნეიტრალური შინაარსის დებულება, იმიტომ რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. მაგაზე ჩვენ ბევრი ვიჩხუბეთ შორის მაშინ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უმცირესობა შევიყავით. ეგ იყო ის პერიოდი, თუ თქვათ, გავიხსენებდი, ანუ ეს იყო პერიოდი, როდესაც ოპოზიცია იყო პარლამენტში, ის იბრძოდა ყველა ცვლილებაზე, ყველა ანტიკონსტიტუციური იქნებოდა ეს ცვლილება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, მაგრამ უმრავლესობით წყდება, ხო, პარლამენტში გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისად, რაც ცვლილებაც არ უნდა შემოეტანა მაშინ ქართულ ოცნებას, მაინც სხვათა უმრავლესობით გაიტანდნენ ამ ცვლილებას. ანუ შენ ამბობ, რომ მაშინ, როდესაც გადაწყდა, რომ რეგისტრაციაზე, ანუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დადგომა აღარ შეიძლებოდა, ჩვენ მე ვჩხუბობდით ამაზე ძალიან ბევრს ადგილზე, ხო, საარჩევნო 2021-შიც, მაგალითად გახსოვს, მე ქუთაისში ვიყავი და კი ადგილობრივი არჩევნები იყო და ვიჩხუბეთ ძალიან ბევრი, მაგრამ ხო, ანუ თვლი რომ რაღაცნაირად გარდამტეხი იყო ეს პირველი ცვლილება. ანუ იყო უკვე შეცვლა, რატო იყო ეგ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვინ არის რეგისტრატორი? ვინ არის საარჩევნო ყუთზე ზედამხედველი? ვინ არის ის ადამიანი, ვინც თქვათ შემოსასვლელ კარში დგას და მარკირებას უმოწმებს ამ არჩეველს ან პირადობის მოწმობებს, ხო?
ეგ ყველაფერი ეკუთვნის ეგრეთ წოდებულ წილისყრის წესს და წილისყრის წესი არის წესი, რომლის მიხედვითაც ნაწილდება ფუნქციები კომისიის წევრებს შორის. მთელი ამდენი წელი, ანუ 2001 წლიდან მოყოლებული, როცა პირველად დავწერეთ ეს წესი, წილისყრის წესი კანონში და დავწერეთ სწორედ იმიტომ, რომ მაშინდელი არჩევნები, რომლის მიტაცებაც ხდებოდა და გაყალბება ჯერ კიდე შევარდნაძის ხელისუფლების დროს, ჩვენ გვჭირდებოდა ამ ინტერფრაქციულ ჯგუფს, რომ ისეთი მეთოდი მოგვეფიქრებინა, რომელიც მუდმივად წინ აღუდგებოდა გაყალბებებს და წინ აღუდგებოდა გაყალბების სქემების შემუშავებასა და დალაგებას და შემდეგ უკვე განხორციელებას. ამიტომ წილისყრის წესმა ასეთი რაღაც დაადგინა. აუხსნათ, რას ნიშნავს წილისყრის წესი? რატო ჩაგკითხე, იცი? არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია საჯარო სივრცეში, რომ არავინ არ აუხსნა ხალხს, როგორ მიიტაცეს არჩევნები. ამიტომ მოდი ავხსნათ ახლა ძალიან კარგად რას ნიშნავს წილისყრის წესი და რატო იყო მნიშვნელოვანი რომ ეს ყოფილიყო დემოკრატიულად და წარმომადგენლობითაც თქვა ჩატარებული. კი ბატონო, აი ზუსტად ეს ეგრეთ წოდებული წილისყრის წესი, ანუ კოდექსის ენაზე რო ვთქვათ, ეს არის ფუნქციების განაწილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის ოღონდ როდის არჩევნების დღეს, ანუ კენჭისყრის დღეს. და თქვენ გახსოვთ ეს ტრადიცია და ალბათ ყველა ამომრჩეველს საქართველოში ახსოვს, რომ დილით 6-დან 7-დან 8 საათამდე რო იკრიბებოდა კომისია, ისინი პირველ რიგში რასაკეთებდნენ, თავმჯდომარე ატარებდა წილისყრას და ასე ანაწილებდა შემთხვევითი აბსოლუტურად ბრმა პროცესია, შესაბამისად სამართლიანი, ანუ არავინ წინასწარ არ იცის არც ერთმა კომისიის წევრმა რა ფუნქციის განხორციელება მოუწევს მთელი დღის მანძილზე. და ეს იყო გარანტი იმისა, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, იქნებოდა ეს ხელისუფლება, ოპოზიცია, მაგალითად მდიდარი ოპოზიცია ხო შეიძლება ასეთიც არსებობდეს ქვეყანაში, რომელიც დაგეგმავდა გაყალბებას. ამიტომ ამის საწინააღმდეგო მექანიზმი არის წილისყრა. ანუ არც ხელისუფლებას აძლევს გაყალბების საშუალებას და არც თქვათ უკანონოდ მდიდარ ოპოზიციას, ხო? მაგრამ ეგ წესი უცვლელად ნარჩუნდებოდა 2001 წლიდან მოყოლებული. ვიდრე არ დადგა 2021 და ქართულმა ოცნებამ არ შეცვალა ეს წესი იმით, რომ ჯერ რეგისტრატორებს აუკრძალა, რეგისტრატორებად ყოფნა აუკრძალა პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს. ეს ახლა რო წარმოიდგინოთ, ანუ ხელუხლებელი პრინციპია და აქედან გამოაკლო პარტიების მიერ. ანუ სიას როგორც უნდა, ისე ჟონგლიორობს სიით. ეხლა ეგ ნიშნავდა ავტომატურად, რომ პირველი რომ დაირღვა ეს რაღაცა წმინდა წესი, რომელსაც არავინ არ უნდა შეხებოდა და მეორე დაირღვა ვის ხარჯზე? ოპოზიციური პარტიების ხარჯზე. იმიტომ რომ თუ ასეთი მნიშვნელოვანია ეს რეგისტრატორის ფუნქციის შესრულება, ხო? მაშინ რატო ართმევ ამას იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც იბრძვის, ასე ვთქვათ, ამ არჩევნებში, სუბიექტია არჩევნების და ხვალდაზე უნდა ჩაიბაროს სახელმწიფო მმართველობა, ხო? ანუ რომელი ნორმის საფუძველზე, რომელი პრინციპის საფუძველზე გამორიცხავ შენ ოპოზიციურ ძალას ამ უფლებამოსილებიდან. ეს უკვე ნიშნავს დემოკრატიის პრინციპების დარღვევას, თანასწორობის პრინციპების დარღვევას, იმიტომ რომ თუ კი რეჟიმი ისეთია, რომ ხელისუფლება უფრო პრიორიტეტულ მდგომარეობაშია, ვიდრე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მაშინ რა სამართლიან პოლიტიკურ პროცესზე შეგვიძლია საერთოდ ვისაუბროთ? ლილი, კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, რომელზეც მინდა შენ ასე რომ ახსნა ჩვენი მსმენელისთვის. ეს არის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შემადგენლობა, ხო? ანუ ძირითადად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, ხო ესეა? პრაქტიკულად ეს არის მხოლოდ თეორია, მაგრამ ამ დროს ჩვენ რა მივიღეთ? სხვა შორის პარლამენტში ჩემი წარდგენილი იყო მაშინ კანონი ეს 2020-ის მოწვევის პარლამენტში, როდესაც თქვით, რომ მოდი თქვათ აქ მასწავლებლების და ადმინისტრაციული რესურსი, მასწავლებლები ხო ითვლებიან ადმინისტრაციულ რესურსად თავისთავად, თქვათ საბავშვო ბაღის გამგეები და ასე შემდეგ, რომელთაც აკომპლექტებენ ძირითადად საუბნო საარჩევნო კომისიას, მოდით აი ეს აღარ კონდეს უფლება, თქვათ სახელმწიფოს იმისთვის, რომ მეტწილად მიკერძოება გამოირიცხოს, ხო? იმიტომ რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება როგორც წინა საარჩევნოთ, ასევე არჩევნების დღეს და ჩემი აზრით, ზუსტად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების პროფესიული, თქვათ, ადმინისტრაციული თანამდებობები და დანიშნვით არის შესაძლებელი.
ანუ აი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების და კომისიის შემადგენლობის როგორ მოხდა ასევე манипуляცია ესე? ხო, პირდაპირ და ზუსტად ეს საკითხი დაკავშირებულია ზუსტად ამ წილისყრასთანაც, ხო? ჯერ ერთი ვთქვათ, რომ კანონში ჩაწერეს, რომ 17 წევრისგან შედგება საარჩევნო კომისია და აქედან 8 ინიშნება პროფესიული ნიშნით, ანუ იდეაში ეს პროფესიული ადმინისტრაცია, ხო? ესეც პირველი საარჩევნო რეფორმის შემადგენელი ნაწილი იყო, ანუ წილისყრის წესის დანერგვასთან ერთად და მიზანი იყო ის, რომ რაღაცა პარტიები კი არ გარიგებოდნენ ერთმანეთს და კი არ გაენაწილებინათ მაგალითად, ხო, რაღაცა შედეგები. არამედ ყოფილიყო ეს შუაში დამაბალანსებელი პროფესიული ნიშნით განსაზღვრული წევრები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სამართლიანად ამ არჩევნების ჩატარებას, მაგრამ ჩვენ სინამდვილეში და ქართული ოცნების პირობებში მოხდა ამ ნორმის ბოროტად გამოყენება, ისევე როგორც აი ახლახანს ხსენებული ეს რეგისტრატორების ფუნქციის ბოროტად გამოყენება და მთლიანად მიტაცება. და როგორ მიტაცება? ანუ ფაქტია, რომ ადმინისტრაციები, საარჩევნო ადმინისტრაციები მთლიანად მიტაცებული აქვს ქართულ ოცნებას ზუსტად ამ 8 პროფესიული ნიშნით დანიშნული კომისიის წევრის ხარჯზე და როგორ ეს შეგიძლიათ ნახოთ საიას რეპორტებში, ანუ ისფედის რეპორტებში, მით უმეტეს კიდე საერთაშორისო ორგანიზაციების რეპორტებში და რატო არის ამაზე აქცენტი? იმიტომ რომ ძალიან მკვეთრად ჩანს, რომ ეს ვითომ და რვა დამოუკიდებელი ადამიანი ძალიან გამოკვეთილად ემსახურება მმართველი პარტიის ინტერესებს. და ეს მარტივადაც დასადგომი შედეგია, იმიტომ რომ არავინ არ არის ჩახედული, რა პრინციპით ხდება მათი შერჩევა. ანუ არასდროს ოპოზიციის მიერ დანიშნული, მაგალითად საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები არ მონაწილეობდნენ ამ საუბნო კომისიების პროფესიული წევრების შერჩევაში და კონკურსებში და მით უმეტეს მათ გასაუბრებებში. უფრო უარესიც, არც კი ინიშნებოდა გასაუბრებები ამ წევრებთან, ანუ მერე თავი მაგალითად ყვიროდით, ხო, გახსოვს ლილი, რომ ანუ კონვეირული სისტემა ქონდათ ჩვეულებრივად, მაშინ როდესაც მართლა კონკურსი უნდა ჩატარებულიყო. და ყველაზე უარესი და მაგის მთავარი სიმპტომი რა არის, რომ 2 დღე რო გაქვს მხოლოდ კონკურსისთვის და ამხელა წინ არჩევნები და 10,000-ობით ადამიანი დასაკომპლექტებელი, ცხადია რომ 2 დღეში და 3 დღეში ეგ პროცესი ვერ ორგანიზდება და ვერ განხორციელდება, მაგრამ თვითონ აი ეს მთელი ეს ფიქცია, რაც დაკავშირებულია ხო არჩევნებთან, რაში ჩვენ უკვე ამდენი წელია ვცხოვრობთ, ზუსტად ეს არის ეს შედეგი დადგა ეგ, რომ მთელი ადმინისტრაცია სამივე დონის საარჩევნო კომისიები არის მიტაცებული ერთნაირად მმართველი პარტიის მიერ. და მიუხედავად იმისა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის ოპოზიციური წევრები ყოველთვის ითხოვდნენ დასწრებას და ითხოვდნენ კიდევ გასაუბრებების ჩატარებას, მათ ყოველთვის უარი ეთქმებოდათ ამაზე და ცხადია, რომ ოპოზიცია გამორჩენილი იყო და გამოტოვებული ამ პროცესიდან. ამისი მთავარი დემონსტრაცია მაინც 2024-ის გაზაფხულზე მოხდა, როცა ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონი ცვლილება საარჩევნო კოდექსში და გააუქმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტის, ანუ თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია და შესაბამისად ყველა დონის კომისიიდან გაუქმებული იქნა თავმჯდომარის მოადგილის ოპოზიციური პოსტი და შესაბამისად ოპოზიცია მთლიანად გამოირიცხა. ასე რომ 2024-ის გაზაფხულზე ოპოზიციური სპექტრი მთლიანად უკვე გამორიცხული იყო ყველანაირი ადმინისტრირებიდან არჩევნების პროცესში. დანიშვნები, შერჩევები და პრაქტიკულად წარმოება თვითონ საარჩევნო წესის. და თან ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ რა ჩართულობა. ანუ რატო გინდა რომ იყოს ოპოზიციას კონდეს რაღაცა პოზიცია? იმიტომ რომ ის უნდა ჩართული იყოს, დამაბალანსებელი წარმომადგენელი უნდა არსებობდეს, ვინც ჩაიხედავს ტენდერებში, ჩაიხედავს როგორ ქაღალდს ყიდულობ არჩევნებისთვის, როგორ მარკერს ყიდულობ არჩევნებისთვის, უკაცრავად, რაში იხდი 10-ობით მილიონს საარჩევნო რომელ ტექნოლოგიაში, რას ყიდულობ, რომელი კომპანიისგან, მე ვინ ატარებს ამ ყველაფრის აუდიტს, აი ამ პროცესებიდან რომ უნდათ ოპოზიციის გამორიცხვა, სწორედ ამიტომაც გაუქმდა შესაბამისად ეს პოსტი. შესაბამისად გაუქმდა ჩართულობაც და უფრო უარესი მოხდა კიდე ამასთან ერთად მაგავე კანონით, რომელიც მარტში იქნა მიღებული 2024-ის, შეცვალეს კენჭისყრის ფორუმი. ანუ თუ კი მანამდე რაღაცა ტიპის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სჭირდებოდა ხმათა 2/3, ახლა დაწერეს ასეთი სიტყვებით, რომ
თუ ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ 2/3 ნიშნავს, რომ ოპოზიციური ხმები გჭირდება. ხო, იმიტომ რომ 17 წევრიანია კომისია, შესაბამისად, ერთი თავმჯდომარე ყავს, 8 ყავს პროფესიული ნიშნით დანიშნული, მაგრამ დანარჩენ 8-ს რას უშვები? ანუ იმათი ხმები გჭირდება 2/3 უმრავლესობისთვის. მაგრამ დაწერეს ასეთი რაღაცა, აი თუ ვერ მივიღებ, იქვე ატარებ განმეორებით გეჭესყრას და უკვე ხმათა უბრალო უმრავლესობით იღებ გადაწყვეტილებას. ამით ფაქტიურად, ანუ 2 აი ამ ცვლილებით 2024 მარტის ფაქტობრივად მთლიანად მოხდა აი ამ საარჩევნო ადმინისტრაციების მიტაცება, იმიტომ რომ აღარც ოპოზიციური პოზიცია გაქვს და აღარც მენეჯმენტში, ანუ ხელმძღვანელობაში აღარ ყავს, თორე გასაგებია, რომ ის 8 წევრი არის პარტიების მიერ დანიშნული. და ასევე აღარც გჭირდება მათი ხმები. ანუ იმ დანარჩენი 8 ხმაც შეიძლება არც კი, თუმცა 8 რატო იქ ხო ერთი ქართული ოცნების წარმომადგენელია, ესე იგი იმ დანარჩენი 7-დანაც არც კი გჭირდება არავისი მომხრობა. ესე იგი, ორ ნაწილად რო გავყოთ ეს გაყალბების და არჩევნების მიტაცების, თქვათ, რაღაც მექანიზმები, ჩემთვის ესე იყოფა, იმიტომ რომ მე 4 არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა, როგორც კანდიდატს. 3-ში როგორც კანდიდატს და 2024-ში ხა უკვე პროპორციული სიები იყო და კანდიდატი აღარ ვიყავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისევ ქუთაისში ვიყავი, იმერეთში ძალიან ბევრ საარჩევნო უბანზე გახდით, მაგრამ თავიდან პირველი ეს არის წინა საარჩევნო პერიოდი, როდესაც ხდება პირადობის მოწყობების ჩამორთმევა, როდესაც ხდება ადამიანების დაშინება, ხდება, თქვათ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც არის უთოოდირის ანგარიში ახსნილი და მეორე ეს არის საარჩევნო ადმინისტრირება, ხო? ანუ, თქვათ, ის დღე, როდესაც ჟონგლიორობა ამ სიებით, რაც არის რეგისტრაციის სიებით, შესაძლებელია. აი დაახლოებით შე რო გითხრა ახლა თქვა სქემა რო დაგვიხატო მარტივად მათ შორის კიდევ ვიმეორებ იმათთვის ვინც ვერ გაიგო აქამდე როგორ მიიტაცა ქართულმა ოცნებამ არჩევნები წინა საარჩევნო და არჩევნების დღეს როგორ იყო თქვა დაწყობილი ეს მექანიზმი კი ნუ შენ საჩუვრები დაწერე ბევრი კი ყველა სასამართლოში ვიდავე ყველა დონის საარჩევნო კომისიაში ასევე ნახეთ რა შესაქმე ყველა დღეს ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის ერთი აქსიომური ასე ვთქვათ გამონათქვამი რომ არჩევნები არ ყალბდება არჩევნების დღეს და ის ყალბდება დიდი ხნით ადრე ვიდრე დადგება არჩევნების დღე ეს მართალია ასეა იმიტომ რომ ხელისუფლება ცდილობს იგივე პირადობებით დაშინებას ამ ხალხის მობილიზებას ვთქვათ სოციალურ დახმარებაზე მყოფი ადამიანების მომხრობას და დაშინებას ხო ან და უბრალოდ დასაქმებული ადამიანების დაშინებას რომ შენ დღეს კი გაქვს სამსახური მაგრამ ხვალ აღარ გექნება თუ არ მომწაკვა. ნუ როგორ ეს მეთოდები ყველამ კარგად ვიცით, ხო? რომელი ორგანოებია ჩართული ამ ყველაფერში. მაგრამ აქ ერთი რაღაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ამ ყველა არჩევნებამდე დალაგებული სქემის მატერიალიზება და განხორციელება ხდება არჩევნების დღეს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ აი ჩვენ რაღაცა გავუშვით ან გაგვეპარა არჩევნებამდე და ახლა აზრი აღარ აქვს ან არჩევნებზე ბრძოლას ან დაკვირვებას ან იქ წარმომადგენლის გაშვებას არ არის მართალი, იმიტომ რომ რა სქემაც არ უნდა დალაგდეს წინა საარჩევნოდ, ის უნდა განხორციელდეს არჩევნების დღეს. აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ ყველა პროცედურას რაც არჩევნების დღეს ხორციელდება ის დაშინებული ამომრჩეველი ყუთთან მოდის არჩევნების დღეს ის გადაბირებული ამომრჩეველი ყუთთან მოდის და მოსყიდულიც და ყველას რაც კი გნებავთ ეპითეტები გამოვიყენოთ და მექანიზმები ხო ეხლა რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ ბევრი რაღაც გააკეთა რამდენიმე წლის მანძილზე ანუ პირველი თქვათ ეს საკანონმდებლო დონეზე. ანუ პირველი საკანონმდებლო ცვლილება ეს თქვით 2021 იყო. მაგრამ 2021-ის მერე ერთი წლის შემდეგ უკვე მათ მიიღეს კანონში ცვლილება, რითიც დანერგეს უკვე ყველა არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება. და ეს მოხდა 2022-ში. და აქ არის ძალიან საინტერესო რაღაცა. იქ არის ჩანაწერი, სადაც წერია, რომ ამომრჩეველი მიდის უბანზე პასპორტით ან პირადობის მოწმობით. და მერე ამ პუნქტში პროცედურა გაწერილი არის მხოლოდ პირადობის მოწმობისთვის. ეხლა თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რატო შეიძლება ეს მომხდარიყო 2022-ის დეკემბერში. აი, წერ კანონს, შეგაქვს უმთავრესი ცვლილება, ანუ ფაქტობრივად ასე ვთქვათ, ამყარებ ელექტრონულ არჩევნებს და რატომღაც სულ ორი დოკუმენტია არჩევნებზე გამოსაყენებელი და პროცედურას მხოლოდ ერთისთვის წერ და რატომღაც გავიწყდება მეორესთვის. ანუ აი ასეთი ჩანაწერით მიიღეს ეს ცვლილება. სამაგიეროდ მე რა ქნეს
ამ პასპორტის რატომღაც პროცედურა კოდექსში დაავიწყდათ. მე უკვე 2023-ის თებერვალში CESCO იღებს დადგენილებას, სადაც წერს, რომ თუ კიო პასპორტით მოდის ადამიანიო, ანუ ის რაც უნდა გაეწერათ კოდექსში, ეხლა უკვე გაწერეს CESCO-s დადგენილებით და შემოიტანეს საზოგადოებაში ესეთი ინსტიტუტი, როგორიც არის მონაცემების ხელით ძებნა და მონაცემების ხელით შეყვანა. აი ამ ეგრეთ წოდებულ ვერიფიკაციის აპარატებში. და სწორედ აი ამაში მდგომარეობს ის მთავარი ფართომასშტაბიანი და ეროვნული დონის აფიორა, რაც ჩაატარა ქართულმა ოცნებამ იდეაში, იმიტომ რომ სხვა სიტყვას სამწუხაროდ ვერ ვუწოდებ თუ არა. ლილი, მან ჩვენი ბევრი მაშინაც ჩვენ ამაზე დავობდით ძალიან ბევრს და იცი შენ ხა მათ შორის პარლამენტშიც რა თქმა უნდა, მაგრამ საკმარისად ვილაპარაკეს თუ არა. ხო. პოლიტიკოსებს გულისხმობ ხა, იმიტომ რომ ორი მოსაზრებაა, ხო, ხა დაუშვათ და მე ვილაპარაკოთ გაჟონვაზე უკვე, როდესაც გამოვიდა ყველაზე უფრო მძიმე დარღვევა, რაც იყო, რომ ადამიანები ხედავდნენ, თქვათ, აი კოცი კოორდინატორები ხედავდნენ, ვის მისცეს ხმა ადამიანება, რაც არ იყო შემთხვევითი, რა თქმა უნდა, ხო? აუცილებლად. ეგ იყო ძალიან კარგად დაგეგმილი. და ეგ ისეთივე დაგეგმილი იყო გაჟონვა, როგორც აი რეგისტრატორები რო გიხსენთ და როგორც ის, რომ ხელით ძებნა მათ მოიფიქრეს ნელ-ნელა გახსნეს აი ეს ფრაგმენტები ამ ფაზლის, ასე ვთქვათ, ესე ამოაყრია. თვითონ შეყავდათ ყველანაირი მონაცემები, რომელიც უნდათ. ყველანაირი რა? საზღვარგარეთის პასპორტის მონაცემები შეყავდათ. ანუ მათ ასეთი განცხადება გააკეთეს. პირველი, რომ არ ჩაახედეს ოპოზიცია, ანუ არც ერთი ოპოზიციური პარტია დასწრებული არ არის ამ აპარატების შესყიდვის ტენდერს. არ იციან რა ტექნიკური სპეციფიკაციები აქვს ამ აპარატს, ანუ რაზე ელაპარაკებოდა ხელისუფლება ამ წარმოებელ კომპანია Smartmatics, ანუ არავინ არ იცის, ისინი ამას არ ესწრებოდნენ. Smartmatics ასევე ქონდა არც თუ ისე კარგი რეპუტაცია, ხო? ხო, ნუ წინა სკანდალები იყო უკვე ცნობილი და გასაჯაროვებული, მაგრამ რა არ უნდა დაგვავიწყდეს. Smartmatic არის უბრალოდ წარმოებელი კომპანია, მას რასაც უკვეთავ, ანუ რა ტექნიკურ პარამეტრსაც თხოვ, იმას გიდებს იმ თავის იმაში აპარატში. და შენ თუ არ მოგაფიქრდება, რომ კარგი შეუკვეთოთ, ორი Smartmatic-ის ვებგვერდი რო გახსნათ. ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები არის, ანუ საერთოდ ისე ჩატარდება ყველანაირი ელექტრონული არჩევნები, რომ რა ვიცი, მონაგონი იქნება ყველა ქვეყნის გამოცდილება, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ შემთხვევაში ასე არ მოხდა. ჩვენ შემთხვევაში ისეთი აპარატები და ისეთი სპეციფიკაციის აპარატები იქნა შეკვეთილი, რაც კოდექსის მოთხოვნებსაც კი არ უპასუხებდა. აი მაგალითად ვერიფიკაციის აპარატი, რასაც ჩვენ დღემდე ვუძახით ვერიფიკაციის აპარატს, ის არ არის ვერიფიკაციის აპარატი. მას სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით და ეს დოკუმენტები საჯაროა, ყველას შეუძლია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შევიდეს და ნახოს ეს კონკრეტული ტენდერი, ყველგან წერია, რომ ეს აპარატი არის იდენტიფიკაციის აპარატი. ანუ ეს არის იმისთვის, რომ მხოლოდ ჩამოასრიალო მოწმობა, მან დაასკანიროს ეს კოდი, რაც მას უწერია და ამოიტანოს მონაცემები, რომ ნამდვილად ეს ამომრჩეველი არის რეგისტრირებული. თორე მე რომ მიკავია ხელში მაგალითად თქვენი პირადობის მოწმობა, ამას კი ვერ დაავერიფიცირებს. ანუ მაგას ვერ მიხვდება, იმიტომ რომ ეს არის ჩათვალეთ ელექტრონული ჟურნალი, ანუ მისი დანიშნულება არის მხოლოდ ელექტრონული ჟურნალი. ჩვენ მთელი საზოგადოება სხვათა შორის მაგაშიც მოტყუებულები ვართ. ჩვენ გგონია რომ ვერიფიკაციის აპარატები გვაქვს, სინამდვილეში არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს აი ამდენ ათობით მილიონად ნაყიდი მხოლოდ იდენტიფიკაციის აპარატი. ეს და ამასთან ერთად თუ კი დავაწყვილებთ აი ამ ხელით ძებნის მონაცემს, უკვე ეს სქემაც იკვეთება, აფიორა რაში მდგომარეობდა იმაში, რომ მათ სპეციალურად გამოტოვეს ეს პასპორტის პროცედურა და თანაც რა არის მნიშვნელოვანი? თქვენ რა გონიათ, რა სრიალდება, რა ნაწილი აი ამ პირადობის მოწმობის ეგრეთ წოდებულ ვერიფიკაციის აპარატზე? ყველა წარმოიდგენს, რომ ეს არის ის ჩიპი, რაც ჩამონტაჟებულია პირადობის მოწმობაში. არა, სინამდვილეში არა. ეს არის ქვემოთ რო კოდია, სამხაზიანი, აი იმის სკანირებას ახდენს. ზუსტად ასეთივე კოდი აქვს სხვათა შორის საზღვარგარეთის პასპორტსაც. მაგრამ რაღაცა მიზეზებით თქვეს, რომ არა, ამას ვერ წაიკითხავსო. სინამდვილეში რაღაცა ბაზების დაკავშირებაზე იყო საუბარი, მაგრამ როცა პოლიტიკური ნება არ გაქვს, ცხადია რომ არანაირ ბაზას ერთმანეთთან არ დააკავშირებ, რომ წაიკითხო, ხო? ნუ ეს ოფიციალურად ეთქვათ კომისიის წევრებს, თორე სინამდვილეში ცხადია რომ ამ არგუმენტს ვერ დაუჯერებს. ზუსტად იდენტური კოდები აქვს და შენ ხარ სახელმწიფო, შენ ხელშია ყველა მონაცემი და რა პრობლემაა რომ ეს ორი ბაზა ერთმანეთს დაალაპარაკო და წააკითხო, ხო? იყო თუ არა საკმარისი რეაქცია ჩვენ გალილი, იმიტომ რომ მანდ ორი
მოკლედ ორი პრობლემა იყო რა. ორი პრობლემა კი ძალიან სერიოზული მნიშვნელობის პრობლემა იყო ეროვნული მობილიზაციის თემა, იმიტომ რომ დაუშვათ ადამიანების მობილიზაციას და მოყვანას არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანი, თქვათ, ფაქტორი იყო იმისთვის, რომ არჩევნები არ გაყალბებულიყო, ხო? ანუ, იმიტომ რომ ეხლა ბევრი რო გვეკამათება, მეც მეკამათებია, რომ რატო არ თქვით ყველაფერი თქვით პრინციპში, ხო? ანუ ეს ყველაფერი ითქვა კანონმდებლობის შეცვლამდე, შეცვლის შემდეგ, ითქვა ვთქვათ ამ აპარატებზე, მაგრამ მაინც იყო თუ არა ჩვენგანა, მართლა თვითრეფლექსიით გეუბნები საკმარისი რეაქცია. მე მეჩვენება, რომ არა. თუმცა ერთი რაღაცაც არის, არჩევნები რატომღაც ჩემდა სამწუხაროდ ყოველთვის აღიქმება რაღაცნაირ განყენებულ თემად ჩვენ საზოგადოებაში. ანუ რატომღაც მეჩვენება, რომ ჩვენ როგორც აი ამ ქვეყნის მოქალაქეებს საკმარისად არ გვაქვს გააზრებული რა დანიშნულება აქვს არჩევნებს. ანუ შენ რომ ხვალ კარგად იცხოვრო, ეს რომ განპირობებულია დღევანდელი შენი სამართლიანი არჩევნებით, აი ეს კავშირი რატომღაც ჩვენს მენტალობაში და ჩვენს აღქმაში არ არის გამოყვანილი. დემოკრატიის მთავარი ფუნდამენტია. რომ არჩევნები ხოდათ ყოველად არ ეწოდება მას ეს დემოკრატიის ფუნდამენტი, იმიტომ რომ როგორც ჩაატარებ არჩევნებს, ზუსტად ისე წავა მე ყველა დონის სახელმწიფო თუ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს მშენებლობა, ისე წავა ყველა კანონი, ისე მოხდება ყველანაირი ოპერაციები სახელმწიფოში, რაც კი წარმოებს სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში. აბსოლუტურად. ჩვენ რო არ მოგწონს მაგალითად მიტაცებული სასამართლო, იმიტომაც არ მოგწონს, იმიტომ რომ არ არის ეს პროდუქტი დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებული არჩევნების. თორე სინამდვილეში ზუსტად ამ ხელისუფლების შტოებს ერთმანეთის დაბალანსების და ურთიერთკონტროლის ფუნქცია რო აქვთ, ის დემოკრატიული არჩევნებიდან გამომდინარეობს, თორე მიტაცებული არჩევნების შედეგად ასეთივე მიტაცებული იქნება ყველა შტო. რაც არის ჩვენი რეალობა კიდეც, მაგრამ რაზე მინდა მე ყურადღება გამომახვილო, რომ კი ჩვენი რეაქცია და ჩვენი წინასწარი მზადება და ზარებზე შემოკვრა ცხადია რო არ იყო საკმარისი, მაგრამ მე მესმის კიდე რატოც არ იყო, იმიტომ რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ხელისუფლება ასე თანამიმდევრულად და ასე აი აისბერგის პრინციპის მეთოდით, ანუ ძირითადად წყალს ქვეშ გეგმავდა აი ამ ერთიან გაყალბების სქემას. და გაჟონვის მთავარი გაჟონვა უბრალოდ იყო ამ ყველაფრის გამოვლინება. ხო, რაღაცა წვერი იყო, ხო? ეს იყო უკვე როცა ამოტივტივდა ეს აისბერგის წვერი და ეს ყველამ დავინახეთ. სხვათა შორის 2020-ის არჩევნები ნაკლებად არ გაყალბებულა, მაგრამ მაშინ ეს მექანიზმი ჯერ არ იყო, ანუ გაჟონვის და გაფერადების, ჯერ არ სჭირდებოდათ. აი იქ დაინახეს, რომ ესე იგი წააგებენ მომდევნო არჩევნებს და სწორედ ამიტომ შეიმუშავეს ესეთი ფართომასშტაბიანი სქემა ამდენი ელემენტით. და ნახეთ რა გააკეთეს. ეს როდის ნახე რომ გაჟონა? როდის ესე იგი 8 საათსა და 2 წუთზე უკვე მქონდა ინფორმაცია. მე უკვე რაღაცა დილას იყო დაუშვათ დილის, მაგრამ აქაც ძალიან სიფრთხილე იყო ხო საჭირო, აი ძალიან გულწრფელები. ხო, მან მე მახსოვს ეგ დღე და მახსოვს ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო. გაჟონა, ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი მატერიალის და ის მუქარები, რასაც მოწყლა დამომრჩეველს. დაშინდა ხალხი, შენი აზრით? ძალიან სერიოზულად დაშინდა ხალხი და მე მგონი ოპოზიციური სპექტრის მთავარი შეცდომა ზუსტად ეგ იყო, რომ მათ ვერ გათვალეს რა მასშტაბის გაყალბებაზე გავიდოდა ხელისუფლება. ანუ მათ ვერ წარმოიდგინეს, რომ აი ესეც შესაძლებელი იქნებოდა. და მოხდა რა, ნახეთ, აი არსებობს კახეთში ერთი ესეთი სოფელი მატანი, ყველამ ვიცით, ძალიან ლამაზი, დიდი ისტორიული და მდიდარი სოფელი. აი ძალიან კაია, რომ ეს გახსოვთ, რომ ეს არის ოპოზიციური სოფელი. კი, ნახეთ, თქვენ რო გადაამოწმოთ ყველა არჩევნების მონაცემები 2012-დან მოყოლებული, მანამდე საერთოდ კითხვაც არ არის, მაგრამ 2012-დან რო ავიღოთ, ყოველთვის ოპოზიცია იგებდა არჩევნებს. აი ამ არჩევნებზე 2024-ის მთლიანად ამოტრიალდა სურათი და 600 რაღაცა ხმით მოიგო ქართულმა ოცნებამ. და ეს არის პასუხი იმაზე თუ რა ტიპის და რამდენი სახის გაყალბების დაშინების მოსყიდვის და ასე შემდეგ, ანუ ამომრჩევლის ნების კონტროლის მექანიზმი იქნა გამოყენებული ქართული ოცნების მიერ. ეს არის ძალიან ესეთი კლასიკური მაგალითი რა გაკეთდა სინამდვილეში. და გაკეთდა ბევრი რამ. ანუ ჩვენ გვყავს ეს ძალიან დიდი რაოდენობა მოწყვლადი ამომრჩევლის, ანუ სოციალური დახმარებები, ხალხი ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები, ადმინისტრაციული
ადმინისტრაციული რესურსი თვითონ რომელიც ყველა მოწყვლადია. ანუ ჩვენ კი უწოდებთ მათ ადმინისტრაციულ რესურსს, მაგრამ სინამდვილეში მათ სამსახურის დაკარგვის და ხელფასის დაკარგვის ეშინიათ, ხო? ამიტომ ისინი მოწყვლადები არიან, ხო? ყველა ვინც რაღაცას ელოდება და ეკუთვნის ხელისუფლებისგან, მაგრამ იცის რომ ვერ მიიღებს თუ კი მას ხმას ვერ მისცემს. აი ამ ხალხს წინასწარ აფრთხილებდნენ კოორდინატორები და ასე შემდეგ, რომ ჩვენ დავინახავთ ვის მოხაზავთ, დავინახავთ ვის გავაფერადებთ და 8 საათსა და 1 წუთზე პირველი ამომრჩეველი რომ შევიდა ზუსტად ეგ დაინახა, რომ გაჟონა. თან იცით როგორი მანერით რეგისტრატორი ჯერ აფერადებინებდა საცდელ წრეს და ეუბნებოდა რომ ეხლა ესო გადმოატრიალეთო და ასე გადმოატრიალებთო და შეაცურებთო. ვითომ ნეიტრალურ ინსტრუქციას გაძლევდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ადამიანი რო ატრიალებდა, ხედავდა რომ უი ახლა გავაფერადე და გამოჟონა, ესე იგი ლოგიკურად, რასაც ავირჩევი იქ ხო, რომელ პარტიასაც, იმასაც რომ გადმოატრიალებ, გამოჟონავს და გამოჩნდება. და ხალხი დაშინდა. ამიტომ ის სიფრთხილე რაც ოპოზიციურ სპექტრს ჰქონდა, რომ მოდით ახლა ეს არ ვთქვათ, იმიტომ რომ ხალხი არ დაშინდეს და ოპოზიციური ამრჩეველი მაინც მივიდეს, კი, შეიძლება რამდენიმე ქალაქში ამან გაჭრა, მაგრამ რამდენი მოწყვლადი ამრჩეველიც ყავს პირიქით მოხდა, ისინი დაშინდნენ. და მატანში მაგალითად პირველი ამორჩეველი რომ გამოვიდა და ეს გამოჟონილი დაინახა, ყველა თავის ახლობას გადაურეკა და გააფრთხილა, რომ იქ შონავს და ფრთხილად იყავი ხედავენ და შესაბამისად არ გაბედოთ ოპოზიციისთვის ხმას მიცემა. და აი ასე შეცვალა საკისებურად. დანამდვილებით იციშა რომ ეს კი, დანამდვილებით მე მაქვს დამკვირვებლების, რომლებიც არასამთავრობო სექტორიდან იყო ჩვენებები, რომლებიც წერენ პირდაპირ ამ ჩვენებაში, რომ მზად არიან ყველას წინაშე გააკეთონ ეს ჩვენება მიცენ, სადაც ზუსტად იცოდნენ, ცხადია ისინი სახელებს და გვარებს ვერ დაასახელებენ, იმიტომ რომ ბუნებრივია ისინი მოწყვლადები არიან ახლა და კიდე ზემოდან ჩვენ დავუმატოთ, ეს უკვე ნამეტანი იქნება. მაგრამ ფაქტია, რომ ამან ნება შეცვალა, თორე სხვა შემთხვევაში ვერ აიხსნება მატანმა რატო უღალატა თავის ისტორიულ არჩევანს, ანუ ამდენ არჩევნებზე 4 არჩევნებია და ყოველთვის ესე იგი ესეთი შედეგი დგებოდა და რა მოხდა ამ მე-4-ზე, ხო? ზუსტად ეს მოხდა. ეხლა ნახეთ რა. ქართულმა ოცნებამ მარტო რეგისტრატორები არ მიიტაცა. მინდა გითხრათ, რომ 2023-ის თებერვალში როცა მიიღო და ცესკომ დადგენილება, რომ ვითომ როგორ უნდა ჩატარებულიყო ელექტრონული აპარატებით არჩევნები, აი რა შუაშია, ხო? და შიგ დაწერა ესეთი რაღაცა. რომ კომისიის 2 წევრი, რომელმაც უნდა წაიღოს გადასატანი საარჩევნო ყუთი უბნებზე, ეს 2 წევრი უნდა გამოვლინდეს არჩევნებამდე 7 დღით ადრე. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნგრევა უკვე აი ამ წილისყრის წესის, იმიტომ რომ პირველი, რა შუაშია ეს ამ დადგენილებაში? ის ხო ელექტრონული საშუალებებით არჩევნებს ეხებოდა და გადასატანი ყუთი რა შუაშია რა, რომელიმე აპარატი მიგაქვს თუ რა, ფურცლები მიგაქვს და კონვერტები, ხო? და რატო 7 დღით ადრე? მაგრამ ცხადია ფრაგმენტების ის გავიხსენოთ პრინციპი როგორ ატრიალებს. ესე იგი 2023-ის თებერვალში ეგ დაწერა და კიდე მეორე დარტყმა მიაყენა მაგ დადგენილებით, ანუ 2 დარტყმა ერთდროულად, უბრალოდ 3. მეორე დაწერა, რომ საარჩევნო ყუთზე ზედამხედველობას განახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. არა და ეს ის ფუნქცია ახატია, რომელსაც მთელი ამდენი წელი 2001-დან მოყოლებული კენჭისყრის დღეს წილისყრით ავლენ. ანუ რატო უნდა დაწერო ასე პირდაპირ? ესე იგი შენ ამხელა რესურსი გამოგაქვს იმიდან, რა ქვია, წილისყრის წესიდან. ანუ ართმევ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უკვე შეხვედრილ როლს, ხო? ესე იგი რაღაცა სქემას აგებ. თორე აბა რატო ანგრევ ამ წესს, ხო? შემდეგი და დაწერა ასევე კიდე, რომ აი ამ და ეს ხალხი კიდე გადასატანი ყუთის რომ უნდა გამოვლინდეს, ესე იგი 7 დღით ადრე და ამით შექმნა საფუძველი, რომ წელიწადნახევრის მერე, ანუ 20-24 აგვისტოში მიიღებდა ახალ დადგენილებას, უკვე ზუსტად საპარლამენტოს წინ, სადაც დაწერდა, რომ და ძალიან ცინიკურია ეგ დადგენილება სხვათა შორის, აი ყველას თავმოყარეობას რო ურტყავს ისეთია ეგ 20-24-ის 16 აგვისტოს დადგენილება წერია, რომ აიო ჩვენო 2023-შიო ხო დავწერეთო რომ 2 წევრიო 7 დღით ადრეო. ეხლა ისე გამოდისო რომ ნაწილი კომისიის წევრებისო 7 დღით ადრე ვლინდებიანო და ნაწილებიო არჩევნების დღესო ესო რაღაც არეულობას გამოიწვევს არჩევნების დღესო და ამიტომო მთელი კომისია უნდა გამოვლინდესო 7 დღით ადრე, ხო? აი ეს ცხადია ეს დადგენილება გასაჩივრდა და ოპოზიციურმა სპექტრმა ეს გაასაჩივრა, მაგრამ ცხადია რომ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ სასამართლოა მიტაცებული და რამდენიც გინდა იმდენი ასაჩივრე, ხო? ეს უკვე იყო დარწმუნებით მტკიცებულება. აი როგორი მტკიცებულება იცით ხატია რომ აი აღარც კი გჭირდება თქვა რომ აბა რითი გააყალბებს. ანუ
ამით უკვე გააყალბა. გაყალბებული იყო მთელი სქემა, ეხლა შენ რაც მოყევი და ჩვენი ემიგრანტები. ხალხი რო საათობით რიგში იდგა, ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გარდა იმისა, რომ ეხლა ხმა წაართვეს საერთოდ, ეხლა იქ ამაზე მე ცალკე დაგისვავ კითხვა ზოგადად მომავალზე, მაგრამ ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ ძალიან ბევრი და ვერ მისცეს ხმა. ხო ესე იყო, ხო არ მეშინდა ბარა. ემიგრანტებს, იმიტომ რომ იციან, რომ ისტორიულად ასეა, რომ ემიგრაცია ყოველთვის რაღაც ოპოზიციას აძლევს ხმას და მათ მთავარი ზუსტად ეგ მომენტი, ანუ ნების კონტროლი არ ხდება. აქ თუ კი მოწყლა და ამომრჩეველს ესე ჩაგრავ და შენს მხარეზე გადმოყავს და აიძულებ, რომ ხმა მიაცემინო, ემიგრაციას ეს პრობლემა არ აქვს, მაგრამ რა გააკეთეს? ანუ 95,000 იყო დარეგისტრირებული აი ამ კამპანიის შედეგად, რომ რაღაც ყველა მიიღოს ქვეყნის გადამრჩენ არჩევნებში მონაწილეობა და იქიდან მხოლოდ 34,000-მა შეძლო რეალურად ხმის მიცემა დაახლოებით მე-13. ჯერ უბნები არ გახსნეს? კი, უბნები მიუხედავად მოთხოვნისა და ეგ დავებით სასამართლოში ყველა პირწმინდად წააგო ოპოზიციამ, იმიტომ რომ გასაგებია რომ სასამართლო მიტაცებულია და შესაბამისად არც უბნები გაუხსნეს, ანუ დიდ ქვეყნებში ხა წარმოიდგინეთ საფრანგეთის სამხრეთი და საფრანგეთის ჩრდილოეთი, თუნდაც დედაქალაქამდე ჩასვლაც უკვე პრობლემაა, ხო? რომ რაღაც 1000-ობით კილომეტრი უნდა გაიაროს, უნდა იფრინოს, ამხელა ხარჯი უნდა გაწიოს, სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს, რაც არის წარმოუდგენელი ხარჯი, ხო? და ამით ირღვევა მთელი ეს რიგი კონსტიტუციური პრინციპებისა, ხო? ჩვენ ახლა გაჟონვაზე ვსაუბრობთ ხოლმე ძირითადად და გასაგებია, რომ ფარულობის პრინციპი ირღვევა, მაგრამ ემიგრაციაში თანასწორობა როგორც ასეთი და საყოველთაობა კონსტიტუციური პრინციპი როგორც ასეთი და ეს ორი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური პრინციპია, ხო? არც არსებობდა. იმიტომ რომ ჯერ ერთი არჩევნებში შენ მონაწილეობა იმიტომ კი არ უნდა მიიღო, რომ სადღაცას დარეგისტრირდი, იმიტომ უნდა მიიღო, რომ საქართველოს მოქალაქე ხარ, სრულწლოვანი და ეს პასპორტი გაქვს ხელში, ხო? ამიტომ უნდა მიიღო მონაწილეობა. და ეს არის ბარიერები ყველაფერი. რა თქმა უნდა, ყველაფერი იმისთვის, რომ გაყალბდეს და მიიტაცონ არჩევნები, მაგრამ მე ძალიან გულწრფელ შეკითხვას დაგისვავ ხა, იმიტომ რომ შენი აზრი მნიშვნელოვანია. მოკეთ ფაქტია, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაფრისთვის, ხო? ანუ კაცმა არ იცის რა იქნება ვადამდელი არ იქნება, ხო? ანუ ჩვენ ხო ბიძინა ივანიშვილის თავში ვერ ჩავძვრებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვითხოვთ უკვე დიდი ხანია ვადამდელს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ძალიან ძიმე რეპრესიული სისტემა, პრაქტიკულად ავტოკრატიისკენ მივდივართ და სხვადასხვა მოსაზრებებია მათ შორის. ხარ თუ არა ოპტიმისტი ამ კუთხით და ხო, როგორ უნდა მოვემზადოთ, თუ უნდა მოვემზადოთ. ნებისმიერი, ვთქვათ, ვადამდელისთვის, ასეთისთვის, საკანონმდებლო ცვლილებებით, არასაკანონმდებლო ცვლილებებით, აი, შენი წარმოსახვით. მათ შორის ეხლა რასაც ვამბობთ, რომ რაღაცა პრობლემა იყო, რაღაცა ვერ ვთქვით, რაღაცა ამის გამო, იმის გამო, მაგრამ შენი წარმოსახვით როგორია ეს მომზადების პრინციპი? ნახეთ, აუცილებლად ვთვლი, რომ ეს ის თემაა, სადაც არც უკან დახევა. არც დაზარება, რომ აი ეხა ჩვენ ეს აღარ შეგვიძლია, ან ძალა არ გვაქვს, ან გამოვიფიტეთ, ეს არ არის არგუმენტები. იმიტომ რომ საუბარი არის საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო იარსებებს თუ არ იარსებებს. და ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეები თუ ჩვენ ვიქნებით, არ ვიცი, მუდმივად ემიგრანტები, ხო, ამ მიწაზე. შესაბამისად მნიშვნელოვანია რა, რომ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ეს წარსული გამოცდილება. ეხლა უკვე მთელი სქემა არის გაშიფრული. აი მაგალითად ეხლა ჩვენ ვიცით და ვიბრძოლოთ შესაბამისად, ხო? მოვემზადოთ შემდეგი არჩევნებისთვის. კი, არავის არ აქვს გარანტია რა ტიპის არჩევნები იქნება. იქნება ეს გარეშე, ან როდის იქნება. ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ის ხომ მაინც ვიცით, რომ კონსტიტუციის მიხედვით 2028-ში უნდა ჩატარდეს საპარლამენტო მომდევნო საპარლამენტო არჩევნები. სხვათა შორის ლაშა ბუღაძის წიგნში დამკვირვებელი არის იქ ერთი სცენა, ასე ვთქვათ, სადაც ტარდება მომავალში არჩევნები, არჩევნების შესახებ, რომ ჩავატაროთ თუ არა მომდევნო ჯერებზე უკვე არჩევნები, საერთოდ კონდეს თუ არა არჩევნები ქვეყანაში. და მე მიმაჩნია, რომ თუ კი ჩვენ ახლა არ ვიბრძოლეთ, თუ კი ჩვენ ახლა არ მოვემზადეთ სამომავლო არჩევნებისთვის, ძალიან შორს არ არის ეგ დღე, როცა აი ეს წინასწარმეტყველება, ესე ვუწოდებდი, გამართლდება. არ დგას ეს პერსპექტივა შორს. და რა ვქნათ, ნახეთ, ახლა ჩვენ მაგალითად ვიცით რა იყო პრობლემა არჩევნებზე. პრობლემა არჩევნებზე. კი, პრობლემა არჩევნებზე იყო, რომ მოწყვლადი ამომრჩევლის დაშინება ძალიან ადვილად გამოუვიდა ოცნებას და როგორ კაბინა პრობლემა. აი ეს ნახევრად ღია კი არა, თითქმის ღია კაბინა, იმიტომ რომ მთელი
რა ქვია, სხეული, თავი, ხელების მოძრაობა ჩანს. და სხვათა შორის დამკვირვებლების ჩვენებებში არის ესეთი ფრაზები, რომ კომისიის თავმჯდომარეები ამბობდნენ, რომ რა თმიდაო, მე მაგის გაჟონილის კონტროლიო, ისედაც ვხედავო კაბინაში რომ შედისო, ხელსო ზემოთ აწევს და იქ აფერადებს თუ ქვემოთ ჩაწევს და იქ აფერადებს, მე მაგ ხელის ტრაექტორიით ვხვდებიო, ვის მისცა ხმა. ლილი ვერ ვცვლით. ნახეთ, ხო, გასაგებია რომ ვერ ვცვით, მაგრამ ხო ვიცით რომ ეს არის საშიში წერტილი. მაგალითად იგივე მარკერი და იგივე ბიულეტენი, რომელიც სპეციალურად იყო ეს დაგეგმილი იმისთვის, რომ ამორჩეველი დაშინებულიყო მასობრივად, ხო? შესაბამისად, რა მარკერი იქნება, რა ქაღალდი იქნება, ამაზე საზოგადოებრივი კონტროლი უნდა იყოს და ამაზე ოპოზიციურმა სპექტრმა კი სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ანუ მე შორს ვარ ახლა იმ აზრისგან, რომ ჩვენ ახლა ამაზად მოთხოვნას დავაყენებთ და ის მეორე დღეს კანონად იქცევა ან დადგენილებად იქცევა. მაგრამ ოპოზიციური სპექტრის და ამორჩევლის ბრძოლა რომ ამისთვის საჭიროა, ეს არის ცხადზე ცხადი. აი მაგდად გეტყვით, ჩვენ შარშანდიდან მოყოლებული იცით რომ არსებობს საზოგადოებრივი ასამბლეა და საზოგადოებრივი ასამბლეის საარჩევნო ჯგუფში გამოვიმუშავეთ, ასე ვთქვათ, შევიმუშავეთ წინადადებები იმისთვის თუ რა უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები. და ზოგადად აი ეგ დისკურსი როცა იყო რომ გვინდა არჩევნები თუ არ გვინდა 2024-ის მერე, ჩვენ გვინდა არჩევნები, მაგრამ ჩვენ სამართლიანი არჩევნები გვინდა. იმიტომ რომ ოცნებამ რაც გააკეთა, კი ბატონო, ოცნების ხელისუფლებამ რაც გააკეთა, მაგას არჩევნები არ ქვია. და აი შენ როგორ ფიქრობ, მაგალითად დიდი მომზადების და მობილიზაციის პირობებში, თქვა, დამკვირვებლები, აი რაც არის, თქვა, სამოქალაქო ჯარი, ხო, პარტიების ჩართულობა, როცა არ უნდა იყოს არჩევნები, უნდა იყოს თუ არა ეს მზადების საფუძველი და აუცილებლად ესე ფიქრობ მე შენ. სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ და გულწრფელად გეტყვით, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა უკვე ამ ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია დაიშალოს და არ არსებობდეს. გვაუქმებენ ისედაც. დიახ, და ეგ მე ეს ჩანს, ხო, ანუ მიზანი რა არის მათი, რატო გაუქმებენ, ამიტომ. რაც შეიძლება მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ თქვას, რომ ეს კანონმდებლობა არის უსამართლო და მე არ ვაპირებ ივანიშვილის უსამართლო კანონმდებლობით არჩევნებში შესვლას, აი ეს ფრაზა ძალიან აწყობთ მათ. ესე ფიქრობ შენ? დარწმუნებული ვარ და მათ აწყობთ, რომ ოპოზიციური სპექტრი ისე დაიშალოს და ანუ ისე იკამათონ ერთმანეთში, ჯერ ერთი რომ ერთმანეთში იჩხუბოთ, ჯერ ერთი და მეორე. თქვენ ასე თქვათ, რომ იცი რა, მოდი მე შევალ, მოდი მე არ შევალ. მოდი შენ რაც გინდა ის გააკეთე, მე საერთოდ განზე გავდგები და ასე. ანუ დაქსაქსულობა ოპოზიციური სპექტრის და თქმა უფრო ხშირად იმისი, რომ ეს შენი კანონმდებლობა უკანონოა და მე არ შემოგყვები ამაში. რომ ლილი თავისი ძალები შექმნას და შეიყვანოს რაღაცა თავისი, ვთქვათ, ნომენკლატურა, ასე ფიქრობ? ასე მგონია, რომ არც სჭირდება მაგრამ არაფერი ჩვენ შანსი დამატებითი. გვაქვს თუ რაღაცა არ იქნება დიდი ცვლილებები? ნახეთ, ანუ ან სერიოზული ალტერნატივა? ანუ ნახეთ, მე მგონია, რომ მაგათ ახლა უნდათ და ეს გაცხადებულიც აქვთ და მე მგონი საიდუმლო არ არის, უნდათ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება. ანუ მაგათ 2028-ის არჩევნები სჭირდებათ, არა, იმისთვის რომ ახლა ევროკავშირთან მოლაპარაკებები გახსნა და აღადგინოს. მათ საერთოდ არ უნდათ რომ ოპოზიცია იყოს ამ ქვეყანაში, ან ვინმე საერთოდ იყოს, ანუ მათ უნდა და იჭერენ ხალხს. შეიძლება ხა ზურა, ნიკა, რა ვიცი, ბადრი და საბოტაჟზე სააკაშვილი, რა ყველაზეა, ხო? ანუ და ახალი ადამიანებიც ხო, ახალი ადამიანების ჩართონ ამ საქმეში. გეთანხმებით, ანუ მაგიტომაც არის ეს ხალხი დაჭერილი, რომ ჯერ ერთი პარტიები დარჩნა ამ პოლიტიკური ლიდერშიპის და გადაწყვეტილების მიმღები ტვინების გარეშე და ანუ ხა უთავო მხედარი გასაგებია რომ შორს ვერ წავა და შესაბამისად ამით უნდათ დაქსაქსულობის შემოტანა. ამიტომ ჩვენ, რა ვიცი, მე მგონი ყველას გვაქვს იმისი შესაძლებლობა გავთვალოთ მათ რა უნდათ, მათ უნდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, როდესაც აბსოლუტურად ყველაფრის უფლება ექნება. ეგ ნიშნავს, რომ ტრაექტორია შეიცვლება ქვეყნის მთელი მომავალით, საერთოდ ყველა ტიპის სამართლებრივი ურთიერთობა შეიცვლება. აი მაგალითად მოქალაქეობა რა ცნებას გულისხმობს, რა ტიპის კავშირია სახელმწიფოსთან, ეგეც კი შეიცვლება. ეს უკვე მე ვფიქრობ იცვლება და ორგანოების, ანუ მთელი პრინციპი, მათი უფლებამოსილებები, აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ხო იდეაში განუზომელი ძალაუფლებაა, თან სამართლებრივი და ესენი რატო ხარჯავენ ამდენ დროს, ამდენი წელია აი ამ პროცედურულ დემოკრატიაზე, ხო, რა, აი გატყუებენ, რომ
აი ეს გაყალბებები ყველაფერი კანონიერი იყო, ხატია. ანუ კანონიერი რას გულისხმობს, რომ მაგას ქვია კანონში ეწერა. ლეგალისტური ავტოკრატია ძალიან მარტივად. ლილი, მე ჩვენ რაღაცა მცირედ რო დაგვრჩა, მოკლედ ძალიან საინტერესო კამათია და კიდე შენის ნებართვით მოგიწევ კიდე ვილაპარაკოთ ამ თემაზე და სხვა ადამიანების დავსვათ და ვილაპარაკოთ. მოვისმე გავხსნათ ამ თემაზე, რა გავაკეთოთ, იმიტომ რომ სხვადასხვა მოსაზრებები ისმის და ეს მოსაზრებები არის რომ მართლა ამ უუფლებობაში საერთოდ თუ აქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის აღებას და შესრულებას რაიმე მნიშვნელობა და მე შენ ფიქრობ რომ ბრძოლა არის გამოსავალი. ხო, ბრძოლა ყოველთვის არის გამოსავალი, არ დანებდე, ეს არის ტირანის წინააღმდეგ თავარი გაკვეთილი. რაც აი ნახეთ, ჩვენთან რა რეალობა დადგა. ვაშენებდით სახელმწიფოს და ჩვენ ვიყავით მოქალაქეები და რაც შეიცვალა ხელისუფლება. ეხლა ჩვენ გვაქვს სამშობლო, რომელსაც ვერ გაიგებს სად იწყება და სად სრულდება და ჩვენ ვართ უბრალოდ აქ მცხოვრები ქართველები. და ჩვენ სახელმწიფოზე აღარ საუბრობთ. და სახელმწიფო ზუსტად ეგ ორმხრივი უფლებები და მოვალეობებია ერთმანეთის მიმართ. ხო, მე ვარ მოქალაქე და მაქვს მოთხოვნის უფლება და შენ ხარ სახელმწიფო და შენ მე უნდა მემსახურო, ხო? ანუ ჩემი კეთილდღეობა უნდა უზრუნველყო და კარგად ცხოვრება. და დღეს ესეთი ტიპის შინაარსი დევს რომელიმე ურთიერთობაში სახელმწიფო ორგანოებთან, მაგალითად, ან ხელისუფლების შტოებთან, არ დევს გამოცლილი, ანუ ეგ უკვე ფიქცია და საკონსტიტუციო უმრავლესობას თუ აიღებს ქართული ოცნება, მაშინ უკვე ყველაფერი დასრულებული იქნება თეორიულადაც და პრაქტიკულადაც და მე მგონი იმდენად გაზრდილები უკვე ვართ ეს სამოქალაქო სექტორი, რომ ანუ მაგას მაინც მივხვდეთ, რომ უნდა ვიბრძოლოთ ახლა და ახლა გაერთიანებაა პირიქით საჭირო ძალების და ყველანაირი ძალის ხმევის, რომ ჩვენ შევძლოთ თუნდაც არჩევნების თემაზე შეთანხმება და აი ამისთვის მომზადება და ბრძოლა. სხვა გამოსავალს მე უბრალოდ ვერ ხედავ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ხო, ლილი არის ამ განწყობაზე და მისი გამოცდილებით ესე ფიქრობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, იმიტომ რომ დანებებას რა მოაქვს და წასვლას ლაშა ბუღაძის წიგნში კარგად არის. მადლობა ლილი, ძალიან დიდი. ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე საუბარს, არ წყვეტთ აქ. შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები იყოს, მოგწერეთ თქვენი მოსაზრებები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია. მადლობა ძვირფას. სიამოვნებით, დიდი მადლობა თქვენ.